როგორც შეგპირდით, დღეს გიზიარებთ ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარ პურს. დაგჭირდება 120 გრამი მზა სტარტერი, იგივე ბუნებრივი საფუარი, 360 მილილიტრი წყალი და 600 გრამი ფქვილი. ეს ყველაფერი მსუბუქად უნდა გადავურიოთ ერთმანეთს და დავტოვოთ ავტოლიზზე, ანუ გავაჩეროთ 1 საათი. 1 საათის შემდეგ დავამატეთ 12 გრამი მარილი და 15 მილილიტრი ცივი წყალი. მსუბუქად მოვზილეთ ცომი, დავასვენე 9 საათი, გავუკეთე გადაკეცვები. კვლავ დავასვენე 9 საათი და კვლავ გავუკეთე გადაკეცვები. 4ჯერ ვიმეორებთ ზუსტად იმავეს. ვკეცავთ, ვასვენებთ და გაითვალისწინეთ, რომ ხელები უნდა გქონდეთ სველი, რომ არ მიგეკროთ. აქ უკვე მეოთხედ ვკეცავთ ცომს, კვლავ დავასვენებ 9 საათი და შეგვიძლია უკვე გადავიტანოთ სამუშაო მაგიდაზე. დაგჭირდება ასევე პურისთვის ფორმა. ცომს გადავკეცავთ ორივე მხრიდან. გადავახვევთ, გვერდებს კარგად შევუკრავთ და გადავიტანთ ფორმაში. გადავაკრავთ საკვებ პარკს და უკვე ვინახავთ მაცივარში ფერმენტაციისთვის მინიმუმ 8 საათი. მე 14 საათი გავაჩერებ, ფქვილი მოვაყარე, მივეცი ჩემთვის სასურველი ფორმა და გამოვაცხე. ხუმელს ვახურებთ 250 გრადუსზე. პირველი 25 წუთი ვაცხობთ ორთქლის ზემოთ, დარჩენილი 25 წუთი დაუწევთ ტემპერატურას 220 გრადუსზე და ვაცხობთ ორთქლის გარეშე.